ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობასა და გაუპატიურებაში ბრალდებულ დავით ჟორჟოლიანს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დღეს განაჩენი გამოუტანა. დამნაშავეს თავისუფლება 7 წლის ვადით აღეკვეთა. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე დავით გელაშვილმა გამოაცხადა. სასამართლოს გადაწყვეტილება ჟორჟოლიანის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ზუგდიდის საოლქო პროკურატურის წინ გააპროტესტეს. ისინი საქმის პროკურორთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა უწყებიდან მათ არავინ არ გამოხმაურებიათ. ოჯახის განცხადებით საქმის დეტალები გაყალბებულია და ისინი მეორე მხარის ადვოკატს ჯიტაგულუას და საქმის პროკურორს მაია ჯაბუას ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ. ამასთან ოჯახი აპირებს უჩივლოს ჯიტაგულუას, რადგან მიაჩნიათ, რომ საქმე პროკურორის და მეორე მხარის ადვოკატის შეკერილია. სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ჟორჟოლიანების ოჯახის შემდგომ ინსტანციებში გაასაჩივრებს. ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ერთ და სამუდამოდ ზუგდიდში მოისპოს ქალბატონი ჯიტაგულუას ბობოქრობა, მან ვეღარ გაბედო ჟორჟოლიანების საქმის შეკერვის შემდეგ არც ერთი კაცის გამწარება, არა მარტო ჩვენი ოჯახის, არამედ საერთოდ არც ერთი კაცის. ჯიტაგულუას ბადალი არ ყავს. 10 წელი დაახლოებით ჟურნალისტი ვიყავი. მოგეხსენებათ, თითოეული მათგანის დოსია ვიცი. მე ისე არაფერს ვამბობ, რომ არ ვიცი ვისზე რა კონკრეტულად რა. ჯიტაგულუას ბადალი არ ყავს ასეთი საქმების შეკრისთვის. მე მას პირადად უჩივლებ და ასევე ვაპირებ, რა თქმა უნდა, სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას. სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე და ოჯახის ბრალდებებზე კომენტარი დაზარალებულის ადვოკატმა ტელეკომპანია ოდიშთან გააკეთა. ჯიტაგულუას განცხადებით სასამართლომ მოსამართლე დავით გელაშვილის თავმჯდომარეობის სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. ადამიანები რომლებიც თვითონ აღიარებენ, რომ ჩემმა ძმამ არაპატია ის, რომ ქალიშვილი არ იყო, თავისი ადვოკატი ამბობს, მე რა გავაკეთო, აღიარებს თვითონ რომ გაულაწუნაო. აი სხვა რამეზე კი არ მიუშჯიათ მისთვის დღეს. მოგეხსენება დღეს დადგა განაჩენი და მიუსაჯე 7 წელი. და როდესაც თვითონ აღიარებენ, მეტი სხვა პრეტენზიები ან ჩემთან რატო აქვთ, ან პროკურორთან, ან ვინმესთან. რაც შეეხება დამნაშავის ოჯახის წევრების მიერ გამორთქულ ბრალდებებს, ადვოკატ ჯიტაგულუას განცხადებით, არანაირი ქრთამი არ ყოფილა, რომელი პოლიტიკოსები ვიყავით, მე და მაია ჯაბუა და რომელი ჩვენი პოლიტიკური მოწინააღმდეგე იყო ეს ბატონი ჟორჟოლიანი, რომ ამაზე რაღაც ინტერესი ქონოდა ამისი და ციხეში უნდა გამოგვემწყდია. რომელ ქრთამზეა საუბარი? იმაზე რომ თვითონ გთავაზობდნენ და არავიღეთ და ამაზე რომ გაბრაზდნენ და გაგამწარებთო რომ გვეუბნებოდნენ და მაგათ გონიათ რომ ამით ჩვენ მწარდებით? მე პირიქით სულ არ ძალიან მშვიდად ვარ. მე თვითონ ეს ხალხი მეწოდება, იმიტომ რომ ხედავ რომ სამკურნალოა ეს ხალხი. დავით ჟორჟოლიანი წინააღმდეგ საქმე მიმდინარე წლის თებერვლის თვეში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 121 და 138 მუხლებით აღიძრა, რომელიც ძალადობას და სექსუალური ხასიათით ძალმომრეობით მოქმედებას გაუკუღმართებული ფორმით გულისხმობს.